პირველ რიგში ეს უკვე ცნობილი ფაქტია თითოეული საქართველოს მოქალაქისთვის, რომ ჩვეულებრივ რკინის ფარდის საფრთხეა საქართველოში, ხო? ქართული ოცნებისთვის ძალიან კომფორტული იქნება, რომ მოგვაშოროს ცივილიზებულ სამყაროს, რომ არ გქონდეს საშუალება ვიაზრონოს ჯანსაღად, არ გქონდეს საშუალება, რომ გქონდეს კავშირი ცივილიზებულ სამყაროსთან, ევროპის ქვეყნებთან, ამერიკასთან, მათთვის მარტივი სამართავი იქნება მასა, მათთვის მარტივი სამართავი იქნება თავისი პროპაგანდა, საკუთარი მედია საშუალებები და ეს უნდა რეალურად ქართულ ოცნებასაც უვიზო მიმოსვლის შეჩერება, მხოლოდ ქართულ ხალხს არ უწყობს, ქართული ოცნებისთვის ეს იქნება ძალიან კომფორტული ამბავი. ამიტომ მათ შორის ხვალ, მათ შორის 4 ოქტომბერს ნებისმიერ ფასად უნდა დავიცვათ ის მონაპოვრები, რაც გასული წლების განმავლობაში მათ შორის წინა ხელისუფლებამ და იმ წინა ხელისუფლებებმა მოგვიპოვეს და როგორღაც სიმწვრით მოვედით აქამდე. ასე რომ ეს იყო ილია ჭავჭავაძის გზა, ეს იყო ზვიად გამსახურდიას გზა, რომ მაქსიმალურად ახლოს ყოფილიყავით ცივილიზებულ სამყაროსთან, ხოლო ქართული ოცნება ყველაფერ, არა ევროპულს არამედ ყველაფერ ქართულს გვართმევ. ამიტომ უნდა მოემზადოთ მასობრივი მობილიზაციის თუ საჭირო იქნება მშვიდობიანი რევოლუციისთვისაც.